საღამომშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია და მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. ახლა კი მოკლედ იმ თემების შესახებ, რომელზეც დღეს ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. ეგრეთ წოდებული მატროსოვის ციხეში დაკავებული სასულიერო პირის დაკითხვა დღეს 11 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად, თუმცა მანამდე გვაქვს შესაძლებლობა ერთად გადავავლოთ თვალი, როგორ ვითარდებოდა მოვლენები მთელი დღის განმავლობაში. ნაცია ჩვენთან ერთად მოგესალმებით მამაო, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. მამაო, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ალბათ ელოდება ჩვენებას და იმ დეტალებს, რომელიც ამ ჩვენების შემდეგ გახდება ცნობილი. ჯერ მხოლოდ ძალიან მცირე ინფორმაცია გვაქვს და ველოდებით წუთი-წუთზე ადვოკატების გამოსვლას ეგრეთ წოდებული მატროსოვის ციხიდან, თუმცა ხაზგასმით აღინიშნა, რომ საკუთარი ჩვენებისას მამა გიორგი მამალაძემ უკვე დაასახელა რამდენიმე პირის გვარსახელი. მათ შორის იყო დასმული შეკითხვები შორინა თეთრუაშვილთან დაკავშირებითაც. თქვენ რას გეუბნებათ დეტალები, რომელიც მისი ჩვენებიდან ამ ეტაპზე არის ცნობილი? მე არ მგონია რომ უფრო მეც მეუნებოდეს ვიდრე რომელიმე ჩვენთაგანს, იმიტომ რომ ეს დეტალებიც კი რომელიც ამ ჩვენებიდან რასაც ჩვენ ახლა ვიგებთ, ხო იგივე მასმედიიდან ფაქტობრივად არაფერს ათვისობრივად ახალს არ სცენს. იმიტომ რომ ეს საქმე როგორც იყო დაფარული და დახურული ჩვენთვის ასევე რჩება სამწუხაროდ და ამიტომ სანამ ბოლომდე არ იქნება გახსნილი ძალიან გაგუჭირდება თქვათ კონკრეტული დამნაშავის თუ ვინ არის დამნაშავე ამ საქმეში, ვინ არის ორგანიზატორი, ძალიან რთული თემაა და რა თქმა უნდა არსებობს იმის ეჭვებიც, რომ შესაძლებელია კი ეს საქმე ბოლომდე გამოძიებული იქნას. იმიტომ რომ ეხება ისეთ რამეს, რაც ყველაზე ძვირფასია ქართველი ერისათვის. მით უმეტეს უნდა იყოს ბოლომდე გამოძიებული, ანუ რამ შეიძლება შეუშალოს ხელი გამოძიების ბოლომდე მისვლას? მე თუ მკითხავთ, თუმცა ჩემი აზრი ამ შემთხვევაში ძალიან არაფერსაც არ ნიშნავს, გასმა რომ თქვას, რა თქმა უნდა ბოლომდე უნდა იქნას გამოძიებული, იმიტომ რომ კიდევ მე ადრე თქვენ სტუდიაში ვთქვი, მგონი რომ ეკლესიისათვის უცხოა დაფარულში მყოფობა. იმიტომ რომ ეკლესიის ბუნება არის გახსნილი და ამიტომ არ შეიძლება ეკლესიაში რამე კონდეს დაფარული, იმიტომ რომ და თუ ეს დაფარული როგორც რაღაც მოვლენა, როგორც რაღაც ესეთი შრედგება ეკლესიასა და ხალხს მრევლს შორის, რომლისათვისაც მრევლისთვის არსებობს ეკლესია, რომ მას ანუ მრევლს დაანახოს ღვთისაკენსავალი გზა. რა თქმა უნდა, ჩემი აზრი ისაა, რომ ყველაფერი უნდა განცხადეს. მით უმეტეს უფლის სიტყვებიც გვეუბნება, ხო, არ არის დაფარული, რომელიც არ განცხადეს და უნდა განცხადეს. და თუ არ განცხადდება, ორიდან ერთია, ან ჩემთვის ესე ვფიქრობ მე, ან არის რაღაცების, რაც მე ვერ ხვდები და თქვათ, ჩემი გონებისათვის მიუწვდომელია და ან მეორე, თქვათ, არასწორი ხედვა ეკლესიისადმი, არასწორი არაჯანსაღი დამოკიდებულება, რომ თითქოს ვისი მხრიდან, მამაო? ყველას მხრიდან ამ შემთხვევაში. თუნდაც აი უბრალო მრევლის მხრიდანაც კი, რომელმაც შეიძლება იფიქროს, რომ ყველაფერი შეიძლება, ანუ ვინც იფიქრებს, რომ დაფარული, უნდა დაფარულად დარჩეს, მას შეიძლება უკვე კონდეს არასწორი ხედვა, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ ეკლესიის ბუნებისათვის ეს უცხოა და შეიძლება მიზეზი ამისი ვეძებოთ ადამიანების არასწორ ხედვაში თუ რა არის ეკლესია. შიში იმისა, რომ ეკლესიის ორგანიზმი, ეკლესიის სტრუქტურა, თქვათ, თუ რა ორგანიზაციული მხარე, თუნდაც ორგანიზაციული მხარე, რომელიც არ არის ეკლესიის არსი, რაღაც არ ჩამოიშალოს და ამან პრობლემა არ შექმნას სახელმწიფოებრივი, იმიტომ რომ დიახაც ეკლესიის სიძლიერე ჩვენი ერის სიძლიერეა, ეს მე ადრეც ვთქვი და ეკლესიის მთლიანობა ჩვენი ერის მთლიანობასაც ნიშნავს. ესე იყო ისტორიულად, ამას ჩვენი ისტორია ადასტურებს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ სინამდვილეში ეკლესია ვერც ჩამოიშლება, არათუ არ ჩამოიშლება, ვერც ჩამოიშლება, შეუძლებელია ეს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვა ამას ისტორია ადასტურებს, იმიტომ რომ მისი არსი და ბუნებაა ესეთი. პირიქით, რაც მეტად გახსნილი იქნება, რაც მეტად ღია იქნება, რაც მეტად გამჭვირვალე იქნება, რაც მეტად მოციქულებრივი იქნება ეკლესია. რა არის მოციქულებრივი? რას ნიშნავს? გახსნილი, ადამიანებისათვის ხელგაშლილი, მით უფრო ძლიერია ეკლესია, იმიტომ რომ ეკლესიის სიძლიერე და არსი მდგომარეობს იმაში, რომ ის არის ქრისტეს, ანუ განკაცებული ღმერთის ჩვენთან ყოფობა. ხოლო თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეკლესია დაფუძნებული არა ქრისტეზე, არამედ ავტორიტეტებზე, რომლებსაც ხელი არ უნდა შევახოთ,
აი აქ უკვე სარწმუნოებრივი პრობლემა გვაქვს ზუსტად. მამაო, რას გულისხმობთ? საუბრობთ ძალიან ზოგადად და ამავე დროს ძალიან საინტერესო დეტალებით, რადგან არსებობს ასეთი გავრცელებული ინფორმაცია, რომელზეც არ მინდა ახლა აქცენტების გაკეთება, მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ უნდა გაცხადდეს, არ უნდა იყვნენ ხელშეუხებელი ავტორიტეტები. ამ დროს არსებობს პრობლემა. ისიც აღნიშნეთ, რომ შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ არც არაფერი არ მივიდეს ბოლომდე გამოძიება. ანუ ამ არის შექმნილი იმის წინაპირობა, რომ გარკვეული ფაქტები, რომლის გამოაშკარავება დღის სინათლეზე ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, როგორც სასულიერო, ასე ვთქვათ, პირებისთვის, ისე საერო საზოგადოებისთვის, ასე არ მოხდეს და არ გამჟღავდეს ეს ფაქტები. ეს იქნება შეცდომა, თუ ესე მოხდება. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ეს არავის არ აწყობს. მე როგორც რიგით მღვდელს არ მაწყობს. თქვენ როგორც რიგით თუ პოტენციურ მრევლს მე ახლა არ ვიცი თქვენი ცხოვრება არ გაწყობთ და არც სახელმწიფოს არ აწყობს. არავის არც დამნაშავეს არ აწყობს. სხვათა შორის, რომ დამნაშავესათვის უკეთესია რომ ის დაისაჯოს. იმიტომ რომ როგორ გითხრათ, მორწმუნე ადამიანი ხო სამყაროს და საკუთარ თავს ადამიანს მარადიულ პერსპექტივაში ხედავს და არ ხედავს ხვალინდელი დღით. მორწმუნე ადამიანი არ ამბობს, რომ დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელი კათამსო, ის შორს იყურება. ამიტომ თუ მე რაღაც დავაშავე, ჯობია პასუხი ვაგო, ვიდრე ეს პასუხისგებლობა მარადიულ სიცოცხლეში გადამყვეს და იქ პრობლემა შემიქმნას. ყველას აწყობს სიმართლე, ყველას. და თუ ვინმე სხვანაირად ფიქრობს, მას აქვს სარწმუნოებრივი პრობლემა. ამას ვამბობ. ეს აქ არის გასათვალისწინებელი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც მოხდა მას შემდეგ, რაც თქვენ იყავით ჩვენს გადაცემაში სტუმრად. მას შემდეგ მოხდა ის, რომ პროკურატურა და მისი წარმომადგენლები ორჯერ იმყოფებოდნენ საპატრიარქოში. აღინიშნა ისიც, რომ სასულიერო პირების ნაწილმა ნახა საქმეში არსებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი. საინტერესოა კონკრეტული დეტალები თქვენი პირველი სტუმრობის შემდეგ, სწორედ აი ამ ფაქტის შემდეგ არ არის თქვენთვის ცნობილი? როცა საუბრობთ ერთ დამნაშავეზე, საუბარია რამდენიმე პირზე, რომელიც ჩვენებაშიც აღინიშნა. აი ამ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებიდან უფრო მეტი დეტალი არ გამოიკვეთა, თუნდაც ის მაინც, რომ ამ მთელს ამ პროცესში არა ერთი, არამედ რამდენიმე სასულიერო პირი იყო ჩართული. თუ ბრალდებული დამნაშავეა, აუცილებლად მარტო არ იქნებოდა, ეს ლოგიკაც გვეუბნება ამას, თავისთავად ცხადია. უბრალოდ კონკრეტული სახელების დასახელება მე არ შემიძლია, თუნდაც იმიტომ რომ მე არ მინახავს ეს და არც წვდომა მქონდა. მე ხო არა ვარ საპატრიარქოს თანამშრომელი და მე არ მქონდა. ჩემთვის უხერხულია ვთქვათ იმ სასულიერო პირებს, რომელმაც ეს ნახეს, მე ვკითხო, აბა როგორ იყო და რა იყო, იმიტომ რომ თუ საჭირო იქნებოდა მე მაჩვენებდნენ ამას. ამიტომ მე არ მაქვს ინფორმაცია, ვიზია ლაპარაკი, მაგრამ ის რომ აქ რო ერთი ადამიანი არის მოქმედებდა, თუ ეს დანაშაული ცხადია, თავისთავად ცხადია. და შესაბამისად თუ ეს ესია, მაშინ ბუნებრივია რომ მათი მდგომარეობა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გასაგებია რომ მძიმე იქნებოდა. იმიტომ რომ თუ ჯგუფურ დანაშაულთან აგვაქვს აქ. მაგრამ აი ეს კითხვები და ესეჭები რომ დამთავრდეს, რა თქმა უნდა გამოძიება უნდა ბოლომდე მიიყვანოს საქმე. აქ კიდე სხვა საკითხია, რამდენად თქვათ ვენდობით გამოძიებას. ვენდობით თუ არ ვენდობით. მე არა მაქვს მიზეზი რომ არ ვენდო პირადად. მე მგონი მაშინაც ვთქვი, იმიტომ რომ აბსოლუტურად წარმოუდგენელია რომ სახელმწიფოს აწყობდეს აი ამ შემთხვევაში გამოუძიებელი ეს საქმე, იმიტომ რომ ეს მასვე შეუქმნის პრობლემას. იმიტომ რომ მაშინ გამოდის რომ ის წინსწრებით გაცხადებული თემები რაც იყო, ხო, აღმოჩნდება, ესე იგი, მიზანმიმართული დარტყმა ეკლესიაზე და მიზანმიმართული დარტყმა ეკლესიაზე ყველასთვის წამგებიანია. იმიტომ რომ არ ვიცი ზოგი ამას როგორ უყურებს, ვინ როგორ უყურებს, მაგრამ ყველა მიცის, რომ ეს აბსოლუტურად არასწორია, წამგებიანია ხელისუფლებისათვის და სახელმწიფოებრიობისათვისაც. ზოგი ამას სარწმუნოებით თვალსაზრისით ხედავს, რომ ეს ესეა, ზოგი ინტუიციურად გზნობს, ზოგმა გამოცდილებით იცის. მამაო, მანამ სანამ ჩვენ აქ გარკვეულ ვერსიებზე ვსაუბრობთ, გუშინ ფაქტობრივად თავის ინტერვიუში მეუფე პეტრემ დაადასტურა, რომ საქმეში ნამდვილად ფიგურირებდა ციანიდი და დაკავებული დეკანოზი მამალაძე ცდილობდა სხვა მიზნით, მაგრამ მის ამ ნივთიერების შეძენას ცდილობდა. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მეუფე პეტრე ცაავას ტელეფონით მოусმინოთ. მოგესალმებით მეუფე, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად
ნაძეს უბრუნდები. მამაო, საკმაოდ ბევრი დრო გავიდა იმისათვის, რომ სასულიერო პირებს გარკვეულწილად გაეცნობიერებინებინათ, შეეფასებინათ, რა ხდება ზოგადად საპატრიარქოს გარშემო, პარალელურად იმ პროცესისა, რაცაც ვხედავთ ეგრეთ წოდებული მატროსოვის ციხეში დაკავებულ სასულიერო პირთან დაკავშირებით. მეუფე დიმიტრი სოსოხანაშვილი მთელს ამ პროცესებს ფაქტობრივად გარედან მართულს უწოდებს. საინტერესოა, როგორია სასულიერო პირების აზრი, რა ხდება დღეს საპატრიარქოს გარშემო. კიდევ მეორე ფაქტობრივი ინფორმაციის სიმწირიდან გამომდინარე ძალიან რთულია ჩემთვის თქვათ მე კონკრეტულად დავაკონკრეტო გარკვეული თქვათ თემები, მაგრამ იმ პირველი ეფექტის მერე რაც მოხდა მე თქვენთან რაც ვიყავი იმის მერე მართლაც რამდენიმე დღე გავიდა და ჩემი შინაგანი მდგომარეობა მე გეტყვით უფრო მშვიდად ვარ ვიდრე მაშინ ვიყავი იმიტომ რომ რა გაძლევს ამ სიმშვიდის საფუძველს ეკლესიის უძლებელობა მაძლევს მე ამის იმიტომ რომ არაფერი საერთოდ ერთ ადამიანთან როცა ხდება მსგავსი თქვა განსასწრელი იქაც იგივეა როცა ადამიანი ხელს იშვერს სხვისკენ როგორც წესი რაღაც როცა პრობლემის მიზეზს თავის გარეთ ასახელებს ეს ყოველთვის არასწორია პრობლემა თავის თავში უნდა დაენახოს და ამ შემთხვევაში წესია მე ვფიქრობ ეს ყველაფერი ჩვენი უფრო უკეთესი მდგომარეობაში რომ გადავიდოთ უმეტესი გაჯანსაღებისათვის ხდება რომ კიდევ ვიმეორებ ჩვენ უფრო მეტად გახსნილი გავხდეთ საზოგადოებისათვის და უფრო მეტად სწორი აქცენტები გავაკეთოთ მოციქულებრივი ღვაწლის თვალსაზრისით ეს არის მთავარი და დანარჩენი ახლა ეს პრობლემები გადაივლის აი ნახავთ ცოტა ხანში ყველაფერი გადაივლის და აღმოჩნდება რომ ეკლესია თავის ადგილას დარჩა შეიძლება ვიღაცა დამნაშავეებიც აღმოჩნდნენ შეიძლება ეს ვიღაცა ავტორიტეტებსაც შეეხოს წაღანად თქვით მაგრამ ეკლესიას ეს პრობლემას ვერ შეუქმნის სწორედ ამან მომცა მე საფუძველი სიმშვიდისა იმიტომ რომ მე როგორც ვთქვათ რიგით მღვდელს მორწმუნეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია ეკლესია თუ ეკლესია არ არის ჩემთვის ორგანიზაცია და რადგან არ არის რადგან ის ქრისტეს მისტიური სხეულია ამიტომ მას შესაბამისად ვერაფერი ვერ დაემუქრება რა თქმა უნდა ჩვენ ადამიანები შეგვაქრათ ჩვენი ცუდი თქვათ ამ ორგანიზაციულ ნაწილში ხო ჩვენი ცუდით რაღაცნაირად თითქოს ვაზიანებთ მაგრამ ეს წყული ხო იცით როგორ არის წყულდება მე ის გარეთ გადმოდის გარეთ იღრება და ორგანიზმი თავისუფლდება ამ შემთხვევაში სასია ამიტომ თუ რამე პრობლემა არის ეს პრობლემა გადმოიღრება და დამთავრდება და გაჩერდება თავად ეკლესიის არს და მის ავტორიტეტსაც მე თქვენ გეტყვით რომ ეკლესიის ავტორიტეტი არ არის დამოკიდებული არც ერთ სასულიერო პირზე არამედ ის დამოკიდებულია ჯერ ერთი ღვთის მადლზე რომელიც არის ეკლესიაში იმიტომ რომ ის ქრისტეს მისტიური სხეულია და მეორე ქართველი ხალხის შეიძლება ასე ვთქვათ უპირობო სიყვარულზე ეკლესიისადმი რამდენი ქარტეხილი გადაიარა ჩვენმა ერმა წარსულში და აწმყოში ცოტა ხნის წინათაც კი როგორ მიზანმიმართულად ცდილობდნენ რომ ჩვენ ხალხს ეკლესია აღარ ყვარებოდა შეძულებოდა მაგრამ ეს ვერ მოხერხდა ჩვენ თუმცა გვახსოვს პერიოდი იგივე გასაბჭოების პერიოდი გვახსოვს როდესაც ქართველი კაცი საკუთარი ხელით ანგრევდა ტაძრებს მაგრამ არ უნდა დაგვავიწყოს ჩვენ მაშინ მარტონი არ ვიყავით ჩვენ დიდი ათეისტური მონსტრის ნაწილი ვიყავით შესაბამისად ჩვენ არ ვეკუთვნოდით ჩვენ თავს და ჩვენი ხელები კი იყო მონაწილე ამ სისხლიანი თქვათ სასაკლაუსი რაც ხდებოდა ჩვენ თავზე მაგრამ ის იმართებოდა ყოველ შემთხვევაში იმ დიდი სახელმწიფოებრივი ათეისტური რაღაც ურჩხული შეიძლება ასე ითქვას მაგრამ დღეს მადლობა ღმერთს ესე არ არის მეტნაკლებად თავისუფლები ვართ ამიტომ ქართველ ხალხს უპირობოდ უყვარს ჩვენი ეკლესია ეს მისი ბუნება ქართველი კაცის ბუნებაა ეს პლუს კიდევ ვიმეორებ რომ ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეულია ჩვენი დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი ჩვენ შიგნით გულში ვლინდება და ამას უფალი ხედავს ანუ რა დამოკიდებულება გვაქვს ზოგს უხარია რომ აჰა ეხლა როგორც იქნა ეკლესია დაიჩოქებს და ამით დამთავრდება მისი ძლევამოსილის სვლა 45 წლის განმავლობაში ეს ყველაზე რეიტინგულია. თუმცა უნდა ვნახოთ მამაო ვინ საუბრობს ამ პრობლემებზე. ჩვენ ხედავთ ერთის მხრივ პატრიარქის ყოფილი დაცვის ხელმძღვანელს სოსო ოხანაშვილს რომელიც ამბობს რომ აპირებს ისაუბროს ღიად საპატრიარქოში არსებულ შიდა დაპირისპირებაზე და თვლის რომ ის შეგნებულად აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში რა
რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ახლა. ვნახეთ და მოვისმინეთ ასევე მეუფე პეტრეს ინტერვიუ, სადაც ის საუბრობს გარკვეულ ფინანსურ გარიგებაზე და ფინანსურ ინტერესებზე საპატრიარქოსთან დაკავშირებული პირებისა, ასევე გავლენების მოპოვებაზე საპატრიარქოში. რეალურად აი ამ ყველაფრის შემდეგ რა სურათი გვრჩება სახეზე? აი თქვათ, ვის აწყობს ამ ყველაფრის აი ასე დაპირისპირების რეჟიმში გადატანა და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მოგვარდეს? მე ვარ მღვდელი და ჩემთვის უხერხულია აღმოჩნდა პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი აღმოჩნდა და გავიშვირო ხელი ვინმესკენ, მაგრამ ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ლოგიკა. აი ამ სიტუაციიდან შეიძლება დავინახოთ, ხო, ყველაზე მეტ გამორჩენას ვინ ეცებს, ვინ ცდილობს, რომ ეკლესიაში ყველაფერი იყოს ცუდად, ეკლესიაში ყველაფერი ჩამოიშალოს, ეკლესიაში იყოს პრობლემები. ვისაც ყველაზე მეტად აწყობს, შეიძლება თქვა ისიც კი ჩავთვალოთ ამ ყველაფრის ორგანიზატორად, მაგრამ ძალიან დიდი სიფრთხილე აქვს საჭირო. ვის მამა გითხარით, ვის აწყობს ეს ყველაფერი? მე არა. მე ვერ გამოვდგებ, მე არც ბრალდებელი ვარ და არც გამომძიებელი არა ვარ. ეს ჩემი მე რომ ფიქრობდე რაღაცას, მაინც არ ვიტყვი. განა იმიტომ რომ ვინმესი მეშინია, ან განა იმიტომ რომ თქვენ დაგიმალავთ. ჩემგან არასწორია, იმიტომ რომ ის ადამიანი მე ყველა ადამიანს, რომელსაც მოუნდება ღვთისძიება და ამ ძიების საქმეში თქვა ჩათვლის რომ მე შეიძლება დავეხმარო, ყველა ადამიანი უნდა მოვიდეს ჩემთან როგორც სასულიერო პირთან და მე ჩემი პოზიციით არავის არ უნდა გადავუკეტო გზა, ამის უფლება ჩემ თავს არ მივცემ. ძალიანაც რომ მინდოდეს. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, სიმშვიდე მაქვს, იმიტომ რომ როგორც არ უნდა ეცადონ, ეკლესია არის უძლეველი და ის მართლობა, რომელიც დღეს არის ეკლესია საპატრიარქოს გულისხმობ ამ შემთხვევაში. იქ რომ თქვა შეიძლება იყოს გარკვეული ხარვეზები, განა გასაკვირია. იქ სადაც ფინანსური ოპერაციები ხდება, ხო, იქ შეიძლება ყოველთვის იყოს ხარვეზი და მე რა, თქვა არის ხარვეზი. აი თქვა შევიდა, თქვა ჩატარდა, თქვა ის მონიტორინგი მოხდა, თქვა აუდიტის სამსახური შევიდა, გამოიძიეს, თქვა, აბა რა ხდება ის 25 მილიონი, ხო, მაგაშია, რაც სახელმწიფოდან გადის. ჩვენ ვამბობთ, რომ ის იხარჯება, თქვა, განათლებაში. ხო, სასაკითხად განათლება როგორი ხარისხის არის, მაგრამ მე როგორც მღვდელი და არც ერთი მღვდელია, არც ერთ თეთრს არ იღებს იქიდან. მაგრამ თქვა, იქ რაღაც ფინანსური დარღვევებია. თქვა, ჩატარდა ეს აუდიტი და აღმოჩნდა რაღაც ფინანსური დარღვევები. რომელშიც თქვა, ვიღაცები არიან დამნაშავეები. შეიძლება თქვა, მაღალი იერარქია და რა მე, და არც არაფერი. დამნაშავე კი ბატონო დაისაჯოს და მორჩა. დამთავრდა. არ უნდა ხდებოდეს. ნუ რას ქვია არ უნდა ხდებოდეს? ვინც ეკლესიის არსი იცის, მან იცის რომ შეიძლება ხდებოდეს. აგერ 12 მოციქულში ერთი იუდა იყო. ის მოციქული იყო ქრისტესი. მაგრამ რა ამით? არაფერი არ მომხდარა. ის ანუ იუდას საქციელმა ვერ დააზიანა ქრისტეს მისია, შეიძლება ასე თქვას და დანარჩენი მოციქულების მისიონერული საქმიანობა ვერ შეაფერხა. ესე იქნება ეხლა და მოდი ესე ვთქვათ, იყოს გამჭვირვალე ეს ყველაფერი, არ არის პრობლემა. მე მაგალითად როგორც მღვდელს, რომელსაც ჩემთვის ძალიან ძვირფასია ეკლესიის ავტორიტეტი, ძალიან ძვირფასია. მაგრამ ეკლესიის ავტორიტეტი ჩემთვის როგორც მორწმუნესათვის, როგორც სასულიერო პირისათვის არ გადის ადამიანებს. ეკლესიის ავტორიტეტი არის არა ადამიანები, თუნდაც მაღალი იერარქები, არამედ ქრისტე. ანუ ქრისტეზე ავტორიტეტსაც ვერ ვიტყვით, ქრისტე არსი, ხო? ამიტომ იყოს ეს ყველაფერი გამჭვირვალე, იყოს გამოვლინდეს დამნაშავე, ეს ვერ შეარყევს ეკლესიის პოზიციას. პირიქით, ეს უფრო მეტად განამტკიცებს ეკლესიის პოზიციას. და თუ ღვთის დაშვებით, თუ უფალი ხედავს, რომ საჭირო ამ ყველაფრის გარკვევა და გაერკვეს, არ არის პრობლემა ამაში. აუცილებლად უნდა ვნახოთ კიდევ რა ინფორმაციები ვრცელდება. ჩვენ ვნახეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს და ჩატარდა ჩხრეკა საპატრიარქოში, თითქოს და იყო ამოღებული იარაღი, თითქოს და დაიკარგა ფაქსიმილე. შემდეგ ვიგებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი ტყუილია და არ გვიდასტურებს არც საპატრიარქო და არც პროკურატურა. მაშინ საიდან მოდის ეს ინფორმაცია? აქვს ამ ინფორმაციას რაიმე საფუძველი და ვინ აღუებს მაშინ, ვინ ამზადებს ნიადაგს ასეთი ინფორმაციის გავრცელებისთვის? ეს არის საპატრიარქოს შიგნით არსებული დაპირისპირების ნაყოფი თუ ეს არის პროკურატურის ჩარევით მიღებული შედეგი? ძალიან რთულია ამაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ იგივე ფაქსიმილიასთან დაკავშირებით, ბეჭედთან დაკავშირებით. იმ წამსვე მოაბეს ერთ-ერთი ეპისკოპოსის დანიშვნა უცხოეთის რომელიღაც ეპარქიაში. დაუშვათ, მოიპარეს ეს ყველაფერი და ამის საფუძველზე დაიწერა ბრძანება და ერთ-ერთი ეპისკოპოსი დაინიშნა, თქვათ, გერმანიაში დაინიშნა, ხო? და რო გაირკვევოდა რა მე ესე დარჩებოდა? თქვა გაირკვა მე ეს მოპარული იმით გაკეთებულა. ეგრევე დააბრუნებდა ნუკა როგორც დაინიშნა. ამას გულისხმობ მამა ვინ აბავს ამ კუდებს? ხო გესმით, ანუ თვითონ
თუ მოიპარეს ეს იმისათვის რომ რომელიმე ეპისკოპოსი სადღაც დაენიშნათ ეს აბსურდული ლოგიკაა იმიტომ რომ როგორც კი გაირკვეოდა რომ მოპარულია და მოპარულით დაიწერა ეს ბრძანება იმ წელს უკან დააბრუნებდნენ ამ ეპისკოპოსს არანაირი პრობლემა ამაში არ იყო იმიტომ რომ ეკლესია ხო კრებსითად იმართება ანუ გესმით რა თქმა უნდა ალბათ არიან ადამიანები რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ ეკლესიაში წყლის ამღვრევას მართლა არ ვიცი ეხლა მე რო ეგ ვიცოდე რომ ვინ არის ეკლესიის მტერი აი როგორც საკუთარი ოჯახის მტერი ისე აღვიქვავდი მას და რა თქმა უნდა ვიტყოდი არაფერთ არ მომერიდებოდა თქვა იგივე ეთერში ამის თქმის როგორც საკუთარი ჩემთვის ეკლესია არის ჩემთვის წმინდა ოჯახი და რა თქმა უნდა ის ადამიანი რომელიც ეკლესიას ებრძვის ჩემი პირადი მტერია მაგრამ მე არ ვიცი და ვერ ვამბობ ეს ერთი და თან მეღიმება იმიტომ რომ ეკლესიას მე მინდა უთხრა მას თუ ესეთი არსებობს ეკლესიას ვერაფერს ვერ უზავ გამორიცხულია არ არსებობს ეკლესია უძლებელია ეს ქრისტეს სხეულია ჩვენი დანაშაული არის ის რომ ჩვენ არ ვიყავით ისეთი ღია როგორც უნდა ყოფილიყავით და ვერ მოციქულობდით ისე როგორც საჭირო იყო ეს არის ჩვენი დანაშაული და ამასაც თავის მიზეზები აქვს რა თქმა უნდა ის ისტორიული წარსული 60 წლიანი პერიოდი 25 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი რაღაცას ვცდილობდით რომ გამრავლებულიყავით რაღაცა ფორმა მიგვეღო მაგრამ ნუ ეთყობა ამას კიდე მეტი დრო ჭირდება იმიტომ რომ მოციქულებრივი ღვაწლი ძალიან რთულია ძალიან ამას ჯერ სკოლა ჭირდება გამოცდილება ჭირდება ხო მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა მიუხედავად ჩვენი ნაკლისა ჩვენი უღირსობებისა შეცდომებისა დანაშაულისაც კი რომელსაც ჩვენ ცოცხალი სასულიერო პირები როგორც ცოცხალი ადამიანები შეიძლება ჩავდიოდეთ მიუხედავად ყველაფრისა ეკლესია მაინც უძლებელია მე მინდა ეს უთხრა იმ ადამიანებს ვისაც გული უსხდებათ რამე არ დაემართოს ჩვენ დედა ეკლესიას ნუ გეშინიათ არ დაემართება და მინდა უთხრა იმასაც ვისაც გონია რომ აეხლა როგორც იქნა ეკლესიას მოусპობ ვერ მოსპობ შეუძლებელია ეს და ხოლოდ სიბრაულს იწვევენ ეს ადამიანები რომლებსაც ესე გონიათ და პირველი აი ღვთის წინაშე მე რო ვიცოდე რომ აი ეს და ეს არის მიზეზი იმისა ვინც ამ ყველაფერს ხლართავს და აშკარად ხო ეს ინფორმაციები ჩემთანაც მოდის მეც გავიგე ამის შესახებ რომ ესე იგი იარაღი შეტანა დაიკარგა მე გავიგე რომ არ ყოფილა რომელია მართალი ხო ეხლა ნუ მე არ მაქვს უფლება როგორ არ ვენდო ეხლა თქვა საპატრიარქოს თანამშრომლებს პრეზიდენტის თავმჯდომარეს თქვა ხო ამბობს რომ არ ყოფილა ესე მაგრამ კიდევ მეორე ფაქტია რომ ესეთი ინფორმაციები ხო მიზანმიმართულად რომ იბომბება ჩვენი ცნობიერება ამით ემსახურება წყლის ამღვრევას ამიტომ მე სახელმწიფოს ხელისუფლების მისამართით ვამბობ რომ ხელისუფლებას არ აწყობს რომ ეკლესია იყოს სუსტი ხელისუფლება შეირყევა თუ ეკლესია შეირყევა ეკლესიის რყევა გადაეცემა და რეზონანსში მოიყვას ხელისუფლებას ეკლესიაში ძლიერი რყევამ შეიძლება ჩამოშალოს კიდევაც ხელისუფლება და ეკლესია თვითონ დარჩება და ხელისუფლება შეიძლება ჩამოიშალოს ამიტომ ეკლესიის ხელისუფლების ინტერესია რომ ეკლესია იყოს ძლიერი მტკიცე აი როგორც სალიკლდესავით და ამავე დროს წმინდა ამავე დროს გახსნილი ამავე დროს თავისი ფუნქციის შემსრულებელი ამიტომ მე მგონია რომ ხელისუფლებას ჭკვიანი ადამიანები არიან და ეს უნდა დაინახონ და რა ვიცი ანუ თქვენ ფაქტობრივად ახლა ხელისუფლებას მიმართავდით ხელისუფლებას მიმართავდით რომ მისი ინტერესები ეკლესია იყოს წმინდა უბიწო მტკიცე ძლიერი და ბოროტებისათვის და უზნეობისათვის შეუვალი ამას ფიქრობდა დავით აღმაშენებელი ზუსტად და რუის ურბისის კრება სწორედ ეს იყო და დავითმა დაინახა რომ საბოლოოდ მისი მისია აღმოჩნდებოდა ესე იგი შეუსრულებელი თუ ის ხერხემალი არ გაძლიერდებოდა რომელსაც ეკლესია ერქვა და ეკლესია სწორედ მაშინ პრობლემა ჰქონდა სწორედ ზნეობრივი თვალსაზრისით იყო იქ რაღაც დარღვევები ხო ანუ დავითმა ეს იცოდა ყველა თამარმა ეს იცოდა ევროპული სახელმწიფოებიც ამის მაგალითია ჩვენი ხელისუფლებისთვისაც ეს მე მგონი გასაგები უნდა იყოს ეს არის ჩვენი ხერხემალი მე წინა სტუდიაშიც დღესაც ეს მაგალითი მოვიყვანო გონი ახაც თქვი ამერიკის მაგალითი მომყავს იმიტომ რომ ამერიკა ჩვენთვის ყოველთვის რაღაც სამაგალითო ამერიკისათვის ეს ხერხემალი არის კონსტიტუცია სხვათა შორის ამერიკული ზნეობრივი კოდექსი რაც ამერიკელებს აქვთ ეს ყველაფერი ამ კონსტიტუციაში დევს ისიც ხო ბიბლიდან ამოსდილია აი ამ წარმოედგინეთ ამერიკის ხელისუფლება მიზანმიმართულად ებრძოდეს საკუთარ კონსტიტუციას. ჩამოიშლება ამერიკის ხელისუფლება და სახელმწიფო. მწიფდება მამაო პროცესები იქითკენ რომ გარდაუვალია წმინდა სინოდის კრება, სადაც იქნება მიღებული საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან საკითხებზე. პირდაპირ კითხავთ, შესაძლებელია თუ არა წმინდა სინოდის კრების შემდეგ ვიხილოთ ეკლესიიდან განკვეთილი რამდენიმე თუნდაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი.
რთული კითხვა. თქვენ რთული მდგომარეობა ზოგადად. და იცით, მე არა მაქვს კომპეტენცია, მე ხო არა ვარ სინოდის წევრი. რა თქმა უნდა, შეიძლება ვიხილოთ, რატომაც არ შეიძლება. და აი თქვათ ვიხილოთ და რამე? არაფერი. არ უნდა შეგვეშინდეს ამის. და თუ არ ვიხილოთ, შეიძლება ამისიც არ შეგვეშინდეს. სწორედ ასე დაიწყეთ თქვენ საუბარი, რომ არ უნდა შეგვეშინდეს, სიმართლეს გაუსწორეთ თვალით და სააშკაროზე გამოვიტანოთ ყველაფერი. ეკლესია არც ერთი, კიდევ ვიმეორებ, ეკლესია არ დგას. ჩვენი შეცდომა შეიძლება აი მისიონერობის სულის დაკნინება, თქვათ, ან ისე ვერ ფუნქციონირება აი ამ ორგანოსი, რასაც მოციქულებრივი საქმიანობა ქვია ეკლესიისა. ამაშიც ვლინდება ზუსტად, როცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ კიდევ ერთხელ რამდენჯერმე უკაცრავად გამეორებისათვის, რომ ეკლესია დგას ავტორიტეტებზე, ავტორიტეტულ იერარქიებზე, ესე არ არის. ეკლესია არ დგას ავტორიტეტებზე. ეკლესია დგას ქრისტეზე და ადამიანების მისდამის სწორ სარწმუნოებაზე და მისიონერული საქმიანობა, მოციქულებრივი საქმიანობა სწორედ რელიგიურად აჯანსაღებს ერს და მათ შორის ბერსაც, ანუ რელიგიურად აჯანსაღებს. და მაშინ უკვე აღარ ეშინია აღარავის და ხელისუფლებას, რომელიც ამ ერის შვილია, მანაც ძალიან კარგად იცის, თუ რაში მდგომარეობს ძალა ეკლესიის. ამიტომ მასთან თქვათ შიში იმისა, რომ რაღაცა თქვათ ისე სენსიტიურ თემას რო ახსენებენ. როგორც ისე არ შევეხო, რომ რაღაც არაფერი არ იქნება. სამართალმა პური ჭამოს. დასაჯელი დაისაჯოს. მისთვისაც უკეთესია სიმართლე გამჟღავნდეს, ეკლესიას არაფერი არ ემუქრება. მას ყოველთვის ყავს ადამიანურ ასპექტში, შეიძლება ვიღაცა თქვას, რომ კი ბატონო, მისტიური მხარე გასაგები, ადამიანურ ასპექტში მე გეტყვით. ჩვენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დღეს ყავს საოცარი სასულიერო პირები, რომლებიც არ ჩანან, ისე ძალიან შეიძლება ხშირად, აი ესე ჩემსავით არ ჩანან, მაგრამ აი როგორც ჭიანჭველები შრომობენ თავიანთი სულის გადასარჩენა და დედა ეკლესიის გასაძლიერებლად. ეს ამ ადამიანებზე დგას, ეს ყველაფერი და ის ადამიანები ხალხი, რომელსაც უყვარს უფალი და უყვარს თავის სამშობლო და უყვარს ეკლესია. დიდი მადლობა, მამაო, კიდევ ერთხელ მამა თეოდორე დინგნაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, გადაცემის მეორე ნაწილში.